ბიძინა კოალიცია ცვლილებებს წარმოადგენს. თავისუფლება ყველა პოლიტიკოს. ეხლა მოდივარ მათე დევიძის მხარდასაჭერი აქციიდან და გიორგი მინდა გითხრა რომ ესეთი ავსებული ენერგიით და დადებითი ენერგიით და მომავლისად იმედით აღჭურვილი დიდი ხანი არ ყოფილა. განსაკუთრებით ბოლო 2 კვირა ძალიან შეიცვალა ტენდენცია უშუალოდ რუსთაველის მოედანზე, რადგან გზის გადაკეტვაზე თქვენის ერთწლიანი პატიმრობა იყო, მაგრამ ეს ხალხმა არაფრად არ ჩააგდო და ჰეროიკული საქციელები, ესე იგი ხალხში გადამდები იყო და აი თებერვლის მერე რო ამყავდა ხალხი ნანახი ბოლო 2 კვირა მოდიან და დილას თუხილეს უკითხულობ Facebook-ზე რომ ჯენზი სად არის, ანუ 98 წელს დაბადებული და 98 და შემდეგ ჯენზის ეძახი. აი მათე დევიძის მხარდასაჭერი აქციიდან მოვდივარ და მე ვიყავი მე მგონი ყველაზე მოხუც მაგაჩი. სუ ჯენზი იყვნენ ეგ ხალხი. ეს დღევანდელი დღის სპეციფიკურობა ხო არა იმ ხრი რომ მათეს 21 წლის თანატოლი. აი 4 გავიხსენოთ ყველა დიდი აქცია რომ გავიხსენოთ ყველანი მოდიან აბსოლუტურად. ის ხალხი არცად არ ყველა სახსოვდეს რომ ყველანი აქ არიან უბრალოდ ძალიან ბუნებრივი არის გიორგი სადღაც თებერვლის თვეში მოხდა ზოგს დეპრესიამ დაარია ხელი ზოგს ფინანსური ძალიან დიდი პრობლემები ზოგი გადაფასებას მოუნდა მაგრამ ის არის გასაოცარი და გამარჯვება ნამდვილად რომ ამბობენ რომ აი რას გვაძლევს რუსთაველი თქვა კიდე მეტი რა შეუძლია აი დღეს მე გამარჯვებულად ვსაუბრობ რომ მათე დევიძის დაკავების 1 წლის თავზე კიდევ არიან ადამიანები რომლებიც არ უშინდებიან დაკავებას იქვე ხდება სადაც მათე დევიძის დააკავეს 8 კაცი დაიჭირეს იქ მეც რა ბეძზე გადავშე ხა და გამოასწარე ეგეთი ახალგაზრდები იყვნენ ყველანი ანთებულები ივანიშვილის ერთადერთი და მთავარი მისი ამოცანა არის რომ უიმედობაში ჩააგდოს ქართული საზოგადოება ვინ ჩვენი თანამოაზრე არის ის ზოგი დეპრესიაში არის ზოგი ჩემოდანზე ზის უკვე წასვლაზე ფიქრობს ისეთ ბოლო 3 წელიწადში 160,000 მაკაცმა დატოვა ემიგრანტებზე კი ნახეთ ჩამოართეს მოქალაქეობა და საერთოდ გადასახლებაში რო იყო კომუნისტების დროს ეგრე დატოვეს მილიონამდე ადამიანი უცხოეთში უფლებების გარეშე შეგვიძლია ესე თქვა თემი კი გადასახლებაში არის უფლება თუ არა გაგდა სხვა იძულები წასულები თან იმიტომ რომ სოციალური პირობები ისეთი გაუსაზრდელი იყო იძულები წასულები არიან ზუსტად ერთ-ერთი შემთხვევა იძულებით გადაადგილებული და უფლება ჩამორჩენილი გადასახლებაში არიან ესე იგი მოიკვეთა საზოგადოების ნაწილი რომელიც ჩვენ ვიცით არჩევნების დაყრდნობით ხო 90-10-ზე წააგო ოცნებას იმიტომ რომ მან არ ქონდა იმხელა კონტროლი იმხელა კი საერთოდ არ ქონდა კონტროლი და ქართული ნება უცხოეთში დიასპორაში გამოიხატა და მინ დაუხნიშე რომ ზედმეტად ივანიშვილის მე ვიტყოდი გეგმებზე უფრო მე ვსლაპარაკოთ რომ ამას აპირებს არჩევნებს მოდი თოლა უნდა გავუსწოროთ მეგობრო არჩევნებს საქართველოში არ არსებობს და აღარც ჩატარდება ივანიშვილის პირობებში და რაც ჩატარდება იმაში მონაწილეობის მოღება არ შეიძლება იმიტომ რომ ეს არის გზა უბსკრულისაკენ ერთადერთი გზა არის პროტესტში რომელიც ძალას იკრებს დღითი დღე აი დღეს მე მოვდივარ ისეთი დამოხტული ვარ ახლა არც თავს ვიგიჟებ არც თქვენ ტყუილს არ ვიკადრებ მოგატყოთ ესეთი განწყობა და ამდენი რაოდენობა ზუსტად აი ჯენზის რომ ამბობენ 97 წლიანი ბავშვების მე ვიყავი ყველაზე დიდი ახალი წალღა დაიბადა თან წლის თავზე მნიშვნელოვანი არის ხო ზუსტად 1 წლის თავზე ყოველ დღე მარცხდება აი ყველას მოგმართვა ჩემ თანამოაზრეებს რომლებიც ან დამონათებაში და იმაში აი საერთოდ არ გეუბნებით ვიცი რამდენს ფიქრობთ ამაზე და ყველანი დეპრესიაში ხართ იცით იმაზე იმტრეთავს როგორ გამოვიდეთ სიტუაციიდან ერთადერთი გზა აი ამ ჯოჯოხეთური ყოფიდან გარდა კურსისა ჩვენი საგარეო კურსისა ჩვენი ცხოვრება ყოველდღიური სოციალური ხო ძაღლის ცხოვრება არის ესე იგი ქართველები არიან უმცირესობაში რუსები ყიდულობენ ყველაფერს და მოსასახურე არის საქართველოს უბრალოდ არსებობს და რუსები ცხოვრობენ საქართველოში გაიარეთ უბნებში თელი ბათუმის სახლები რაც კი რამე შენდება ყველაფერი არის გათვლილი რუსებზე მეგობრებო მოდით რუსთაველზე აი დამეჯერეთ ვინც დიდი ხანი არ ყოფილხართ და აი თქვენში იმ დღესვე დამარცხდება ივანიშვილის ზალადობა ივანიშვილის უსამართლობა დაამარცხეთ თქვენთან შეღუნთ გამოდით ერთი დღე მოდით აი მე სიტყვაზე მინდა ჩემ მეგობრებს გეუბნებით ვინც დიდი ხანია იმიტომ კი არა რამის გეშინიათ უბრალოდ გადაფასება და მესმის თქვენ მეც მქონია ესეთი ყევები ჩემს იმაში რწმენაში მაგრამ დღეს ისეთი მომენტი არის და ისეთი წითელი ხაზი არის რომ მეგობრებო გამოდით ერთადერთი გამოსავალი არის გაბეროთ ეხლა ჩვენ აი იმდანად კარგად არის საქმე ყველაფერი წესრიგში არის ერთადერთი ჩვენ გვჭირდება კოორდინაცია მე ლევანი მე რაბიმ აი უშუალოდ მე რაბიმ მე ჩვენ ორმაგი უნდა მოვიდომოთ 4 მაგი უნდა მოვიდომოთ რომ კოორდინაცია უფრო მეტი იყოს ფართო ჩვენ მუშაობთ ამაზე არაფორმალურად ჯერჯერობით განცხადება გაკეთდება მალე პარტიებიც იქნებიან პარტიების მაგრამ მალე იქნება აუცილებლად იმიტომ რომ განწყობთითონ ყველა შანსი
მართლობის ხარისხი ვერ ვიტყვი რომ ყველა მსხვილი პოლიტიკური მონაწილეობას მოიცავს თავში, ამიტომ სხვადასხვა პოზიტიური სიახლეები არის დღეს მონაცემებში და ერთმანეთს გაგვიხარდება ყველას, თუმცა განცხადებების დონეზე რასაც ვისმენთ ამ დღეებში ამაზე არ მიუთითებს. მაგრამ ახალგაზრდები რო მოწადინებული ხართ, ამას ვაფასებ და შედეგით სახეზე არ მინდა და ლევანი შეყვა ძალიან რასიზმს არჩევნები დავივიწყოთ, გინ საკვირ დავივიწყებთ. არა, არჩევნები არ უნდა მივიღოთ, არჩევნები დავივიწყოთ, ის უნდა მითხრას უკაფიოდ რასიზმს, მაგის საშუალებას მოგცემ. მე ვახსენე პრაქტიკული პოლიტიკა იმ გაგებით, რომ ერთია, რომ სამართლიანი კონკურენტული არჩევნები გვინდა. ყველას კარგად გვესმის, რომ არსებულ მოცემულობაში ივანიშვილის პირობებში ეს ასე ვერ მოხდება. არსებობს გარკვეული გზა აქამდე მისასვლელი, რომელიც მათ შორის შეიძლება გადიოდეს რაღაცა ტიპის ესე დიდ მსხვილ, ასე ვთქვათ, სერიოზულად შემრყევ მოვლენამდე, რომელიც მოვა სინქრონიზაციაში საერთაშორისო გარემოებების პოზიტიურად ცვლილებასთან, მასობრივად მოსახლეობის აქტიურად ჩართვასთან პოლიტიკაში და რომელიც იძულებელს გახდით ამ შემთხვევაში. ამის მაგალითები ჩვენ კომუნისტების დასასრულს გვინახავს სხვა ტიპის არჩევნები, რომლის შედეგებიც პრინციპში შეიძლება ისე მკაფიოთ არა, მაგრამ არჩევნებამდე განწყობის დონეზე ირკვეოდა, თუმცა იქაც იყო ხოლმე უთანასწორო საარჩევნო პირობები, გნებათ ფინანსური და სხვა სახის, მაგრამ გვაქვს ეს კონკრეტული მოცემულობა, რაც არის ახლა. თქვენ როცა ახსენებთ სიტყვა დეპრესია ხშირად ახსენით, უბრალოდ და ამიტომაც მე გავიმეორებ. ამ დეპრესიის საფუძველი ხო რა იყო, ხო? დეპრესია ამ შემთხვევაში მოლოდინსა და რეალობას შორის დიდი განსხვავება როცა არის. შეიძლება ადამიანების უმრავლესობას, რომლებიც არ არიან პოლიტიკოსები, არ არიან ანის გამოცდილება არ აქვთ აგროვილი, ჰქონდეთ ეს გაზრდილი მოლოდინები, რეალობა არის ასეთი, რომელიც უნდა მართოს პოლიტიკოსმა და ამასთან ერთად შეთავაზოს ისეთი გზები, რომელიც ერთმანეთს დაუახლოვდება. აი როგორ ხედავთ თქვენ ამ პროცესს, მათ შორის ვიმეორებ იგივე 4 ოქტომბრის გამოცდილებების გაფორმებას. აი მინდა რომ ბოლოს რო თქვა პოტენციურ პარტნიორებთან არჩევნები დავიწყოთ თქო მე თქვენ არ დამეთახა უბრალოდ რა ვიგულისხმებ არჩევნებს ნამდვილ და სამართლიან არჩევნებზე არ მაქვს უბრალოდ მართლა შეუძლებელია რომ ივანიშვილმა თქვენს ედიტორიაში რო გახსენეთ თქვით რომ დიქტატურის დამყარების ალგორითმია ხო მაგისკენ მივდივართ თქვენი სიტყვები იყო ზუსტად აი აღწერდა არა მარტო ჩემი ევროპის სამოს მოხსენებლებმა დაწერეს რომ ასე თუ გაგრძელდა ეს ნიშნავს რომ მეიღებ დიქტატურას შესაბამისად ჩვენ თუ აი ესეთ თამაშებში მოდი თამაშები დავარქვათ ხო დემოკრატიობანა და ანტურაჟად ყოფნა ხო მოდი ახლა შევიდეთ არჩევნებში თქვათ მოდი და ახლა ივანიშვილი გამოსწორდება ეს არის გზა არაფრისაკენ გარდა იმისა რომ კიდე მრავალი წელი ქართული სახელმწიფო იქნება შავ დღეში და უფულობაში და უპერსპექტივაში რაც შეეხება პოლიტიკურ ცხოვრებას ობიექტურობისთვის უნდა ითქვას რომ ძალიან დიდი ზეწოლა არის პოლიტიკოსი მაგალითად ჩემი კოალიციიდან მოგეხსენებათ 4 ლიდერი არის დაჭერილი ხო ეს პოლიტიკოსებზე არის ხომ ხშირად რაღაც წუხილები მაგრამ მოდი ვაღიაროთ საშინელი რეპრესიების ხანაში ვცხოვრობთ ხო 4 ლიდერი არის ჩემი ნაციონალ მოძრაობიდან მაგრამ ჩვენი პარტიის წევრები უამრავად მე ვთქვი უბრალოდ 4 ლიდერი ხო ეს საჩვენებლადაც პირველი პირები პარტიის როეუნები უცხოელ ადამიანს დემოკრატიულ ქვეყანაში რომ აი ჩვენ კოალიციას ამოგეს რომელიც 4 ლიდერი ციხეშია ხო ყველაფერი გასაგებია იქ რომ მე მეორე დღეს მოისმენს რომ მე ვაპირებ არჩევნებს დასვლას ან ვერ არის ვიფიქრებს ან შეკრული არის ხელისუფლებასთან იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა მაგის გარდა არ არსებობს ან ხელისუფლების თამაშს თამაშობ ალტერნატივა რა არის ამაზე გთხოვეთ ალტერნატივა არის ჩემი მერაბის ამ შემთხვევაში ლევანის გასმაგებული შრომა დავარქვათ რომ ერთმანეთის კოორდინაცია უფრო იმიტომ რომ იმდენი ძალა არის რეალურად ოღონდ მიმოფანტული ვართ გვინდა ერთი მიმართულებით ვიმოძრაოთ ჩვენ მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ ავიღოთ ახლა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დრო დადგა აი ბევრი ადამიანი სრულიად თქვენ აბრძანეთ რომ ის არ არის პოლიტიკოსი და დეპრესიაში დამიჯერეთ აი გამოდით რუსთაველის გამზირზე და დაამარცხებთ თქვენ თავში აი იმ ზეწოლას იმ შიშებს და აი მომავლისადმი უიმედობას იმიტომ რომ გამარჯვება
გამარჯვება გადის ჩვენს კოორდინაციაში არასდროს არ მომბეზრდება და არ დავიკომპლექსებთ ასე რო არის ხოლმე რომ ყმადაღებული თემა როდემდე იქამდე უნდა ვილაპარაკოთ პრობლემებზე სანამ არ მივახცევთ ამ ნამდვილ ერთობას ღირებულებებზე დაფუძნებულ ეს არ არის პოლიტიკური გაერთიანება ხო მე რო ჩავატარებთ ივანიშვილის წასვლის მერე ობიექტურ არჩევნებს ხალხი მიცემს პარტიას მაგრამ ამ შემთხვევაში ყველანი აი სუსუ ყველანი აი პროპაგანდით გაბრუებულ ხალხსაც მემართოთ მე და თქვენ ზუსტად იმდენი საერთო აი რამდენიც მედალიონს გაბრუებენ მარტო ჩვენი სახელმწიფოს საგარეო კურსის გამო იქ ხალხი ადგას იქ დგას სოციალური პრობლემების გამო პირველ რიგში ესე იგი პოლიციელებიდან დაწყებული ვინც ჩვენ გვიჭერს დაჭერილიც ადვოკატით ყველა არის კრიზის ბანკებში ყველას ვალი აქვს ყველას სესხი აქვს ისეც ხა ნორმალურ ქართულს ადამიანს არ უნდა სიამოვნებდეს ქალების თრევა იმაზე რა ქვია და ტროტუარზე გაჭირდება ზუსტად ვიცი და აპოაშოს ეს კრიზისი ვერასოდეს ვერ განორმალურდება მათ შორის იმ საპოლიციო ძალების წარმომადგენლები ვერასოდეს ვერ გზნავენ თავს სოციალურად კომფორტულად ელექტრონული ხარდაჭერა როცა აღარ ბიზნესული რამის დამატება ხო არ გიდო და ძალიან მოკლედ ვიტყვი სალაპაპუაში უნდა თქვა მიგრანტებს რომ ბმა აღარ აქვს და ის რა კი ხალხზე ამბობს ბოლო 9 წლის განმავლობაში 40 მილიონი დოლარი გამოაგზავნეს საქართველოს ბიუჯეტში ეს ლარი სადაც რადღეში არის და იქიდან რო არ იყოს თან როგორ ხალხზე არის ხო საუბარი დღე-დაღამე თავიანთ შვილებზე რო ფიქრობენ თავიანთ დატოვებულ ოჯახებზე და მთელი დღე Facebook-ში და იმაში იხეთ ერთი სული აქვს რომ ჩამოვიდნენ თქვენ გაქვთ დაკარგული ქართულ საზოგადოებასთან ბმა თქვენს უზურპატორების ჯგუფს რომ იმ ხალხს კი არ აქვს თქვენ გაქვთ არა ყველაფერი არაქართული რაც კი შეიძლება ყველაფერი არის თქვენს ხარეს თქვენ ხართ სრულიად საქართველოს მტრები და დამიჯერეთ დღევანდელი აქცია იყო აი ამის მაჩვენებელი მათი დევიზის დაკავების წლის თავზე ისევ ისეთი ძლიერები ვიყავით ისევ იმდენი ვიყავით და ისეთი გამარჯვების ჟინიტრიალი და აუცილებლად გავიმარჯვე და არც მაგას საკონსტიტუციო ის დასალდება რა ქვია იმის არჩევნების ჩატარება ჩვენ მაგის გეგმებს არ უნდა უყუროთ ჩვენ ერთმანეთში კოორდინაცია მეტი კოორდინაცია რაც შეიძლება ფართო ჩართულობა და პირადი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა მოგიწოდეთ თითოეულ მოქალაქეს აიღეთ პირადი ინდივიდუალური მოქალაქეობა პოლიტიკოსებთან ერთად მადლობა